განვაგრძოთ. მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში გაეროს ინიციატივით მიმდინარეობს საგზაო უსაფრთხოების კვირეული წესს. მსოფლიო ერთი მოწოდებით გაერთიანდა გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე. საქართველოს ამ კვირეულს უკვე მე-13 შეუერთდა შემეცნებითი გაკვეთილებით თბილისთან ერთად რეგიონებშიც ჩატარდება. ანი მარღანიას სიუჟეტი ვნახოთ. რამდენმა იცის დღეს რისთვის შევიკრიბეთ, თუ შეიძლება რომ ხელი აწიოთ. შეკრების მიზეზი აუდიტორიის უმრავლესობამ იცის. მიუხედავად ასაკისა, მე-3, მე-4 კლასის მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოების შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხები ყოველთვის აქვთ. საგზაო უსაფრთხოების კვირეულს საქართველოს მე-3 წელია უერთდება. წლევანდელ მთავარ სამიზნე აუდიტორიად პატარები შეირჩნენ. გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე. მსოფლიო სწორედ ამ მოწოდებით გაერთიანდა. ბავშვებო, მინდა გითხრათ, რომ ხვედი, მიუხედავად იმისა, გვაწუხებს თუ არა და შეიძლება რაღაც მომენტში ეს იყოს დისკომფორტი, არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც საკვები, როგორც ჰაერი. რატომ უნდა ეკეთოს მგზავრს ხვედი? რატომ უნდა ისხდნენ ბავშვები მათთვის განკუთვნილ სამგზავრო სავარძელში? ან რა არის შუქამრეკლი? ამ და სხვა სასარგებლო ინფორმაციის შესახებ მოსწავლეებს უყვება საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის. წარმომადგენლებმა სახალისო შემეცნებით პრეზენტაციაზე ზებრა მოიყვანეს. ზებრა გადასასვლელებზე სწორი გადაადგილება პრეზენტაციის მთავარი თემაა. სულ არ ველოდი, რომ ასეთი კარგი დღე იქნებოდა. ძალიან ვფრთხილობ ხოლმე, როცა გადავდივარ და ხანდახან ვცდილობ, რომ მე თვითონ გადავიდე, რომ უფრო კარგად ვისწავლო ეს გადასვლა და აქ უფრო ბევრი გავიგე და უფრო მივხვდი, რომ უფრო ფრთხილად უნდა ვიყო, ვიდრე ახლა ვარ. რაც ყველაზე მეტად გვახალისებს და გვიხარია ხოლმე მსგავსი საგზაო უსაფრთხოების სემინარების ჩატარებისას ბავშვებთან, უფრო მცირე ასაკის ადამიანებთან არის ის, რომ პირველი არიან ძალიან ჩართულები და აინტერესებთ საგზაო უსაფრთხოების საკითხები. კარგი ტენდენცია, რაც შეინიშნება და ეს შეიძლება სკოლის დამსახურება იყოს, შეიძლება იმისი, რომ უფროსები აძლევენ უფრო უკეთეს მაგალითად ძალიან მისაცემებელი, იმიტომ რომ ბავშვები ყველაზე მეტად უფროსებისგან სწავლობენ. თეორიული გაკვეთილის შემდეგ ბავშვებმა სკოლის ეზოში გადაინაცვლეს. იმიტირებულ ზებრა გადასასვლელზე შუქნიშნის გათვალისწინებით უნდა იმოძრაონ. ზებრა გადასასვლელზე ვილაპარაკეთ, გვაჩვენეს მანქანები, რომ არ დაგვეჯახონ, როგორ უნდა გადავიდეთ, დაგვირიგეს ყველას ამრეკლები. გაიქება თუ არა, ვიწყებთ მოძრაობას, ხო? ვიხედავთ საით. გასწავლეს გზის ყველანაირი წესი. რო არ უნდა იხმაურო მანქანაში, როდესაც ძღოლი ატარებს მანქანას, ღვედი რომ უნდა შეიკრა უკანაც და წინაც. დღევანდელი ღონისძიება სწორედ ემსახურება იმას, რომ ბავშვებს ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქუჩაში უსაფრთხოდ, როდესაც იქნებიან ისინი ქვეითები, როდესაც ისინი არიან მგზავრები და როდესაც ისინი გახდებიან ძღოლები. უმნიშვნელოვანესია მათ იცოდნენ ბავშვების ასაკიდან ამ ტიპის საგზაო წესები, იმისათვის რომ უსაფრთხოდ იარონ ქუჩაში და ზოგჯერ მაგალითიც კი მისცენ თავიანთ მშობლებს. გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში გრძელდება. შემეცნებითი გაკვეთილები თბილისის გარდა ბავშვებს რეგიონებშიც ჩაუტარდებათ.